ზუსტად 26 წლის წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო ოპერაციების დროს ქართული დროშა პირველად გამოჩნდა. პირველი მისია კოსოვოში, ქალაქ მამუშაში შესრულდა. რამდენიმე წლის შემდეგ მისიის მანდატი გაფართოვდა. სწორედ კოსოვოში დაწყებული სამშვიდობო მისიით იწყება ქართველი მშვიდობის მყოფელების ისტორია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. იყო განთავსებული ქართული ოცეული თურქული ბრიგადის შემადგენლობაში, თურქული მომზადებით, მაშინ როგორც ასე თქვა, საქართველოს წარმომადგენელს ნატოში, მეკავშირე ოფიცერს ევროპის გაერთიანებული ძალების მხედართმთავრობის შტაბში მევალებოდა ამ საკითხის სამხედრო კუთხით კოორდინაცია, რომელიც გულისხმობდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლოჯისტიკურ მომარაგებას და არა მარტო, ხო? და ყველაფერი რეალურად მართლა 31 აგვისტოს იწყება. საქართველოს თავდაცვის ძალებმა კოსოვოში მისია 2008 წელს უდანაკარგოდ 20-ის 17 და 100-ის 11 როტაციით დაასრულა. ამ დროს უკვე ორ სხვა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალები. 2003-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის ძალები ერაყში მრავალეროვნულ ძალებს შეუერთდნენ. ქართული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა სრული სპექტრის ოპერაციები. ოცეულის დონეზე და უშუალოდ მაქსიმალურად ჩართული აღმოჩნდნენ მხარეთა თავდაცვის სამინისტროები, თურქეთი და საქართველო. ერაყთან დაკავშირებით ბუნებრივია აქ უკვე ამერიკის შეერთებული შტატები ერთვება საქმეში, მაგრამ სწავლობ ისეთ პროცესს, როგორიც არის მაგალითად ნატოს მრავალეროვნულ შტაბებთან ურთიერთობა. სწავლობ ისეთ საერთაშორისო კუთხით ვიცახი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან სწრაფ განვითარებას და ხელს უწყობს შენი ასე ვთქვათ პირადი შემადგენლობის და პერსონალის დახვეწას და ცოდნის დონის გაზრდას. არა მარტო წინში წაკითხული მონაცემები, არამედ პრაქტიკაში ეს ყველაფერი როგორ ხდება, ხო? ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია, რომელშიც ქართველმა სამხედროებმა თავი გამოიჩინეს, ავღანეთს უკავშირდება. ნატოს საერთაშორისო მისიას საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებს. საქართველო 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. მას შემდეგ ეტაპობრივად იცვლებოდა ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა და მათი ამოცანები. ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიზნით ქართული ქვედანაყოფები ინტენსიურ გადასროლისწინა მომზადებას გადიოდნენ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ქართული კონტინგენტი ერთი თვის განმავლობაში გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებასაც გადიოდა. იზრდებოდა ქართველი ჯარისკაცების კვალიფიკაცია და უმჯობესდებოდა ბრძოლის უნარიანობა. ავღანეთში ქართული სამშვიდობო მისია 2021 წელს დასრულდა. ეს არის პრაქტიკულად შენი შეერაღებული ძალების მომზადება ოპერაციების. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი, რომელიც ყოველთვის იყო და დარჩება ეროვნული პასუხისმგებლობის ქვეშ. ქართული საბრძოლო დროშები დაბრუნდნენ ზოგადად საერთაშორისო სამხედრო სივრცეში და მარტო სახელმწიფო კი აღარ იყო უბრალოდ სახელით ცნობილი, არამედ როგორც ითქვა, სრულფასოვნად გიცნობენ, იცნობენ პოლიტიკურ სისტემას და რა თქმა უნდა, იცნობენ შენ სამხედრო სისტემას. სამშვიდობო მისიებს უმსხორპლოდ არჩეულია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ერაყში მისიის შესრულებისას 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 19 დაიჭრა. ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. რამდენიმე ასეული კი დაიჭრა და დაშავდა.